ითვალისწინოთ. აბა? რა არის უფრო ძნელი, ჩვენ თავი შეცვლა თუ სხვისი პატიება? სხვას რა პატიო? არც ეგ ფაქტიურად ერთი და იგივეა. რატო ამბობ ახლა ნახეთ, აი დავუშვათ ჩვენ თუ ვერ პატიობთ ადამიანს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ რა ვაპატიოთ ხო მართალი? ჩვენ თუ არ შევიცვალეთ, ეხლა მაგალითად აი ჩვენ თუ ადამიანს ვერ პატიოთ მაგალითად რას, აი რაღაცა კონკრეტული რამე შეგიძლია რა თქვა? მაგალითად ისეთი რამე დაგვიშოვა, რომ პატიებაც არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, ისე შენ ძალიან კარგი რაღაცა თქვი. თუ პატიება არ გვინდა, ვერ ვაპატიებთ. ანუ პირველი რა არის, ნახეთ, პირველი არის გადაწყვეტილება. ჩვენი არჩევანი, გვინდა რომ ვაპატიოთ თუ არ გვინდა რომ ვაპატიოთ. ახლა ჩვენ ზოგჯერ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია რომ ვაპატიოთ. მაგრამ იქამდე რომ შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, ჯერ ეს საკითხი არ დგას, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია. ანუ ნახეთ როგორი ამბავი. დავუშვათ მე მინდა რომ ვიმღერო თუ არ მინდა რომ ვიმღერო. გესმით? შემიძლია თუ არ შემიძლია, ჯერ ამაზე საერთოდ ხო არ ვლაპარაკობთ. ანუ ჯერ მაგალითად თქვენ გინდოდათ რომ აქ მოსულიყავით თუ არ გინდოდათ, მაგაზე იდგა საკითხი. მერე დავუშვათ გადაწყვეტებთ რომ გინდოდათ. მერე იმაზე დაფიქრდით, რამდენად შესაძლებელია ეს, ხო მართალი? აი პატიებაც ეგრე. ჯერ არის არჩევანი, მინდა რომ ვაპატიო თუ არ მინდა რომ ვაპატიო. ჯერ ეგ არის. თუ არ მინდა რომ ვაპატიო, მაშინ დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტი. შემიძლია თუ არ შემიძლია, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე თუ არ მინდა რაღაც გავაკეთო. ეხლა დავუშვათ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გვინდა რომ ვაპატიოთ. იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ჩვენ თუ არ ვაპატიეთ, სახარებისეულათაც ესეა. ჩვენც არ გვეპატიება. ჩემი ხმა ისმის თუ ძალიან ხმადავლა. აი მაგალითად საუფლო ლოცა, რას ქვია, გაგონიათ საუფლო ლოცა. საუფლო ლოცა. არა და თქვენ ეს ყველა მზეპირად იცით. თქო საუფლო ლოცა რო ქვია, ეგ არ იცით. მამაუჩვენო. ხო გაგონიათ. საუფლო ლოცა რატო ქვია, ახლა ნახეთ. უფალს ხო ყავდა თავისი მოწაფეები, მოციქულები და ეს მოწაფეები ეუბნეოდნენ, თხოვდნენ რომ გვასწავლე ლოცა, ისევე როგორც ივანე ნათლისმცემელმა ასწავლა თავის მოწაფეებს ლოცა. და უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს სწორედ ეს ლოცა ასწავლა. აი ასე ილოცეთ. ეს არის მაგალითი ლოცვისა. როგორ უნდა ილოცო? ხო ძალიან მოკლეა მამაუჩვენო ეს ლოცა, მაგრამ იცით რამხელა სიღრმე აქვს, რამხელა აი რამდენ რამეზეა საუბარი, ანუ ჩვენ გვასწავლა საერთოდ რისთვის უნდა ილოცო ადამიანი. და აი ამ ლოცვაში, საუფლო ლოცვაში, იგივე მამაუჩვენოში, ჩვენ ასეთ სიტყვებს ვამბობთ. მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთ. ეგ რას ნიშნავს? თანანადები ვალია, ანუ სულიერი ვალი. გვაპატია უფალო, უფრო რო გავამარტივოთ. გვაპატია უფალო შეცოდებები იმგვარად, ისე როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას. სხვათა შორის ერთი ადამიანი იყო და მისმა მოძღვარმა უთხრა, რომ შენო მამაუჩვენო აღარ ილოცოო. ეხლა წარმოგიდგენიათ მოძღვარი ხალხს პირიქით ეუბნება ილოცე, იმარხულე და ეხლა მოძღვარი ეტყვის, რომ შენ ეგ ლოცვა აღარ თქო. ეხლა გაუკვირდა ამ კაცს, რატო არ უნდა ვთქვა ეგ ლოცვაო და როგორც აღმოჩნდა ეს ადამიანი ვიღაცას ვერ პატიობდა. ესე იგი რა გამოდის? მამაუჩვენოში ნახე როგორ ამბობთ, მოგვიტევე ისევე როგორც ჩვენ მიუტევთ. და ჩვენ თუ სხვას არ მიუტევთ, რა გამოდის მაშინ? ჩვენ არ პატიობთ სხვას და არც შენ არ გვაპატიო, უფალს ვეუბნებით. ესე იგი ეგრე ვილოცოთ, რომ არ გვაპატიო? არ გვაპატიო, ცოდვებიო? ამიტომ თუ გინდა რომ უფალმა გაპატიოს, შენც უნდა აპატიოს სხვას. უნდა გინდოდეს რომ აპატიო. მერე ახლა დავუშვათ გადაწყვიტე რომ აპატიო, მაგრამ ატყობ შენს თავში რომ შენ არ შეგიძლია რომ აპატიო. მაგრამ სურვილი რომ შენ აპატიო, უკვე ბევრს ნიშნავს. ღმერთმა ხო იცის ჩვენი გული, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ვაპატიოთ, მაგრამ არ გამოგდის. და ეგ უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ სიკეთისკენ მივდივართ. და დავუშვათ სხვა თუ შეცვლის თავის აქციას და
ეგრე ვაპატიებთ. ეგ უკვე ფაქტიურად შეიძლება პატიება აღარ გამოვიდეს, იმიტომ პატიება ის არის სხვა რო ცუდად იქცევა და შენ რომ პატიობ. ახლა ჩვენ ზოგჯერ თავში ცუდი აზრები მოგდის და ვამბობთ, რომ აი ეს ასე მომექცა და ამიტომ არ ვაპატიებ. და ის რომ კარგად მოგცეოდა, საპატიებელიც რა იქნებოდა. ხო მართალია. ნახეთ, ჩვენი საქციელი არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის ქმედებაზე. დავუშვათ, სხვამ თბილი სიტყვები მითხრა. ეხლა მეც კარგად მოვეკეცი. დავუშვათ, სხვამ უხეში სიტყვები მითხრა. ეხლა მეც ცუდად მოვეკეცი. ესმით, ანუ ჩვენ გამოდის, რომ ძალიან მერყევი ვართ. კარგად გვექცევიან, კარგად ვექცევით, ეგრე არის ქვევრი. რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებს, მაგრამ ადამიანი ქვევრზე მეც ხო უნდა ფიქრობდეს. მომართალე, შენ შეიძლება ცუდად გითხრეს, მაგრამ შენ ეცადო, რომ მაინც კარგად მოექცე. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ, ნაყინი უნდა გეჭამათ და საყინულეში დადე და რომ გამოიღე, იმდენად ცივი იყო, რომ ვერ ჭამ. ძალიან არის გამაგრებული. რა უნდა გააკეთო? დაველოდოთ, რომ გადნეს. დაელოდო, რომ ცოტა გალღვეს, ხო? და რო გალღვეს, სად უნდა დაელოდო, ისევ საყინულეში იდებ? გარეთ რა არის? სითბოში. ესე იგი, სითბოთი გალღვება, ხო მართალი? ადამიანი რო ცუდად გექცევა, აი იმის გულს, თბილს იტყვი იმის გულზე თუ ცივს? ანუ თბილი გული აქვს და ცუდად გვექცევა? ცივი, ხო? ცივად გვექცევა, ხო ესე ვამბობ. და იმისი გაყინული გული რო გაალღო. რა უნდა გააკეთო? შენ ცუდად უნდა მოექცე? შენ უნდა სითბოთი მოექცე, ხო მართალია? რა თქვი? უნდა დაელოდო, თან უნდა მოითმინო და თან შენ თბილად უნდა მოექცე. გესმის და ადამიანს რო თბილად მოექცე, ვის რო უხეშად გექცევა. მერე ვეღარ მოგექცევა უხეშად. აი ხა ჩვენ რო ვინმეს ვუყვიროდეთ და ის რო თბილ სიტყვებს გვეუბნებოდეთ, ჩვენ კიდევ უხეშად მოექცევით? და მეორეა კიდე რომ აი როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია, სხვადასხვა წაღამ კითხულობდით. მამაპაისი ხო ყველას გაგიგონიათ ახლა უკვე ამ ფილმიდან გამომდინარეც. და ის ასეთ რამეს ამბობდა, რომ ადამიანიო, როდესაც გაღიზიანებულია, ნახეთ როგორი შედარება მოყავს, წაღამ ბავშვები იყვნენ, იმათ ველაპარაკებოდი. როცა ვინმე განერვიულებულია, სჯობს საერთოდ არ დაელაპარაკო. თუნდაც თავაზიანად, რადგან იმ დროს იგი გავს დაწყლულებულ ადამიანს, რომელიც მოფერებასაც კი ვერ იტანს, რამე თუ ეს მის წყლულებს აღიზიანებს. აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, თუ ყოფილა რომ აი ზღვაზე ყოფილ-ხართ ან მთაშია და დამწვარხართ. მზისგან ხო არის რომ აი დავუშვათ ბეჭები დაგეწვა და ახლა ვიღაცა რომ ბეჭებზე თუნდაც მოგეფეროს, ხო შენ გეწვის და გტკივა. ანუ შენ რომ ადამიანი რომ განერვიულებულია, შეიძლება ჯობდეს რომ აი როგორც ამბობს, რომ საერთოდ არაფერი არ უთხრა. და ჩვენმა პატრიარქმა რა გითხრა, ნახეთ, მის მიერ იყო 3 წესი, 3 კანონი მონასტრებისთვის მიცემული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესებია. აი ფაქტიურად ადამიანი თუ ეცდება რომ ეს წესები შეასრულოს, მონასტერი იქნება, ოჯახი იქნება, აი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში. ოღონდ ეს ჩვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ. სხვას თუ მოსთხოვე, არაფერი არ გამოვა. გამოვა მაშინ, როცა საკუთარ თავს მოსთხოვ. აი რა იყო ეს 3 წესი. პირველი იყო რომ არავინ განიკითხო. არავინ განიკითხო რას ნიშნავს? შენ არ აბა არავინ მაგალითად ანუ არავიზე არ უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა ვისაუბროთ ცუდად. ცუდად არ უნდა, აი დავუშვათ არავიზე არ უნდა თქვა რომ ის არის ლოთი. არავიზე არ უნდა თქვა რომ ის არის მრისხანე ადამიანი, რომ ძუნწია, რომ მატყუარა, იცი რატო არ უნდა თქვა? ჩვენ არ ვიცით რა მიიყვანა ესა თუ ის ადამიანი იმ მდგომარეობამდე. ანუ ცხოვრებისეულმა რა განსაცდელმა თუ სიტუაციამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე და ჩვენ რომ მის მდგომარეობაში უყოფილიყავით,
მასზე უარესი ვიქნებოდი თუ არა, ეგ არ ვიცით. შეიძლება მასზე უარესი ყოფილიყავთ. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ერთი ასეთი ამბავი იყო, რომ სამი პატარა ბიჭუნა მივიდა მონასტერში. მონასტერი იცით რა არის? მონასტერი არის, სადაც ადამიანები განმარტოებით ცხოვრობენ. უარი თქვეს დაოჯახებაზე, მონასტერში ცხოვრობენ, რომ ღმერთს შეწირონ საკუთარი თავი. აი მონასტერში მივიდა სამი პატარა ვაჟკაცი, აი წარმოედგინეთ, რომ თქვენი თანაკლასელი ბიჭები, აი ეს სამი რა ქვიათ სახელები? ცოტნა, ლუკა და გიორგი მივიდნენ მონასტერში. და სთხოვენ წინამძღვარს, რომ იქნებაო ცოტა ხნით დავგტოვოთო, დავრჩეთ მონასტერში. წინამძღვარმა უთხრა, ერთ შეკითხვას დაგისვამთ და ვინც სწორად გამცემს პასუხს, იმას დავიტოვებო. და ასეთი რამ უთხრა, აი მაგალითად ქუჩაში მიდიხარ და დაინახე, რომ ძის ფული გდია. რა სიზავდიო? რა სიზავდიო? რა შეტყოდი? იმ წინამძღვარს, მონასტრის წინამძღვარს, რა შეტყოდი? აიღებდიო. ლუკა, შენ რა შეტყოდი? მე ავიღებდი და გავიგებდი ვისი იყო ეს და დაუბრუნებდი. დაუბრუნებდი. შენ რა სიზავდი გიორ? ავიღებდი და გაჭირებულებს გაჭირებულებს დაეხმარებოდი. მოდი ჯერ სამივე ვარიანტი განვიხილოთ. აი ბოლოდან დავიწყოთ. დავუშვათ აიღებდი და გაჭირებულებს დაეხმარებოდი. წარმოედგინე, რომ შენ რა ქვია კუდრაჭა? ანასტასია. გამოვიდა სახლიდან და დაინახა ერთი მოხუცი ბებო, რომელსაც უჭირს აფთიაქში წასვლა. ანასტასიამ უთხრა, ბებო, რამე ხო არ გიჭირსო და კიო შვილო აფთიაქში მინდა წამალი მინდა ვიყიდო და ანასტასია ახლა ყოჩაღი გოგოა, ხო ეთყობა რომ ყოჩაღი გოგო? თქვა რომ მე გაგეგზავნები ბებო და გამოვართვა და მიდის. წამალიც უკვე გამოუწერეს, და უნდა გადაუხადოს და ფული აღარ აქვს. ახლა მოდის ეძებს ამ თავის ფულს, რომ იპოვოს და ეს ბებო წამლის გარეშე არ დატოვოს და თურმე გიორგის აუღია და გაჭირებულს მისცა. რა ქნას ახლა ანასტასიამ, ან იმ ბებომ რა ქნას? გესმის, ერთხელ ჩვენ დავკარგეთ, ბავშვი გყავდა ექიმთან და მოვედით სახლში და ფეხზე აღარ აცვია. ერთი ფეხსაცმელი აღარ აცვია. ხო და მე მივედით მოკლედ იმ კლინიკაში ისევ და აი დიდი ქოთნის ისინი რო ახლა ხეები რო ყვავილები იმ ქოთანში იყო ჩადებული ეს ფეხსაცმელი. ანუ ვიღაცამ იფიქრა, აიღო და კი არ დატო, არამედ იქვე დატო, რომ გამოსაჩენ ადგილზე რომ ხო და მე შენ რო გააქანე და გაჭირებულს მიეცი. რა ქნას ახლა ამ ანასტასია? ხო ხდები? ხო და ახლა მეორე შემთხვევა აიღებდა და რა სიზავდი? გავიგებდი ვისი იყო. გაიგებდი, აი მოძებნიდი ვისი იყო და პირველმა თქვა რომ ავიღებდი და მე გამოვიყენებდი. ანუ იქ იმ სამმა ბავშვმა რა უთხრა, ნახეთ? ერთმა თქვა მე ავიღებდიო და ჩავთვლიდი რომ მე ღმერთმა გამომიგზავნაო. ამ შემთხვევაში ანასტასია ისევ ხელცარიელი რჩება, ხო მართალია? მეორემ თქვა მე არ ავიღებდიო. საერთოდ თავს დავანებებდიო, არ ავიღებდიო. ამ შემთხვევაში ანასტასიას კიდე დიდი შანსი აქვს, ხო მართალია? მესამემ თქვა მე არ ვიცი რას გავაკეთებდიო, მაგრამ თუ არ ავიღებდიო, იმიტომ რომ ის ჩემი არ არისო, მაშინ ეგ უკეთესი იქნებოდა. ახლა შენ რო იყო წინამძღვარი, რომელს დაიტოვებდი? პირველს, მეორეს თუ მესამეს? მესამეს. რატომ? უფრო დიდი შანსი ჰქონდა, რომ მაგალითად ანასტასიას ჰქონოდა თავი. რა თქვა მესამემ? რომ ვიპოვიდიო იმას. არა, ეგ ამათ თქვეს, მე რო ვთქვი, ანუ პირველმა ნახე რა თქვა, ავიღებდი, იმიტომ რომ მე ჩავთვლიდი ღმერთმა გამომიგზავნა, მეორემ თქვა არ ავიღებდი. მესამემ თქვა არ ვიცი რას ვიზავდი, მაგრამ თუ არ ავიღებდი, უკეთესი იქნებოდა. რომელს დაიტოვებდი. და რატომ? რომელს დაიტოვებდი? აბა შენ? დავიტოვებდი ალბათ მესამეს.
რატო? მან მიიწვია საჭიროდ რომ არ აიყო, რადგან ის მას არ ეკუთვნოდა და არ იყო მისი. მეორემაც თქვა არ ავიღებ, თან მეორემ უფრო მტკიცებით ფორმაში თქვა არ ავიღებ. მესამე თქვა არ ვიცი რას ვიზავდი. პირველს დაიტოვებდა. შენ რომ ეს დაიტოვებდი? რატომ? იმიტომ რომ მან აღიარა რომ არ იცოდა რა სიზავდა, მაგრამ ისიც თქვა რომ რა იქნებოდა უკეთესი რომ გაეკეთებინა. მე მგონი ეს გავს იმ წინამძღვრს ხო? ეგ ნამდვილია. რატოა ნამდვილი იცით? პირველმა რაც თქვა ანასტასია ხელცარიელი რჩება. მეორემ რაც მესამემ ნახეთ, მესამემ რა თქვა? ანუ იმ მომენტში შენ რას იზავ არ იცი და სწორედ ეს მესამე დაიტოვა წინამძღვარი. გულწრფელი, იმიტომ რომ მე ამას ვიზავ, მე იმას ვიზავ, აი იქ რო აღმოჩნდები, რას იზავ, ეგ არავინ არ იცის. რატო ვამბობ ახლა ამას? სიწეღარ რითიც დავიწყე. განკითხვა. განკითხვა რა არის? ეს ასეთია, ის ისეთი. და იმ მომენტში შენ რო აღმოჩნდები, შენ როგორი იქნები, ეგ არ იცი. ამიტომ არავინ არ უნდა განიკითხო. იმ მდგომარეობაში შენ შეიძლება უარესი რაღაც გააკეთო. ამიტომ ჯობია თქვა, რომ უფალო აპატიე თუ რამე შესწოდა. მე რა ვიცი, ამის ადგილზე მე რო ვიყო, მე იქნება უარესი ვიყო. და უფალი იცით რას ამბობს? რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ. ანუ უფრო გავამარტივოთ. რის გამოც შენ სხვას განიკითხავ, შენც მოგიწევს, რომ იმის გამო განკითხული იქ. იმიტომ რომ შენც ჩავარდები იგივე ცოდვაში, ან საქმით, ან სიტყვით, ან ფიქრით, რაღაცით აუცილებლად მოგიწევს, რომ გამოიარო. აი სიტყვაზე ვამბობ. ვიღაცას რაღაც დაენანა და შენ თქვი, რომ ეგ ძუნწია. აუცილებლად, აი ყოველ მიზეზს გარეშე დაგიდგება მომენტი, რომ შენ სადღაც რაღაცის გამო იძუნწებ. ვერ გადაურჩები მაგას. იმიტომ ვერ გადაურჩები, ეგ უფლის სიტყვები და გვეჭველად აღსრულდება. ამიტომ სანამ ვინმეს განიკითხავ, უნდა წარმოიდგინო, როგორც ჩვენი წმინდა მამა გაბრიელი აღსარებელი და სალოსი. ესეთ რამეს ამბობდა. სანამ ვინმეს განიკითხავ, შენ იმ მდგომარეობაში უნდა გამოიარო, ანუ გონებით იფიქრო, გამოიარო, აი როგორც ზაფირო ნევსის ყუნჩში გაივლისო, უნდა გამოატარო შენი თავი მდგომარეობაში და იფიქრო. მე რო ამ მდგომარეობაში ჩავარდე, მომეწონება და თუ ჩათვლი რომ არ მოგეწონება, არ განიკითხო იმის გამო, იმიტომ რომ უეჭველად მოგიწევს რომ ჩავარდე მაგ ცოდვაში. ხო და ბევრი რო არ გავაგრძელოთ, რო არ გადაგღალოთ, ესე იგი მოციქული პავლე ამბობს, რომ შენ რომელიც სხვას განიკითხავო და შენც იგივე საკეთებო, განა შენი თავის დამსჯელი თვითონ არ გამოდიხარო? გესმით? ანუ დავუშვათ შენ განიკითხე ვიღაცა იმის გამო, რომ ტყუილებს ამბობს. შენ ხო ვეჭველი მოგიწევს რომ აღმოჩნდე იმ მდგომარეობაში, როგორც უფლის სიტყვა ამბობს. და რა გამოდის? შენ სხვას აძაგებ იმის გამო ტყუილებს ამბობს და შენ თავად იტყუებ. და უფალი როგორ გაგამართლებ? შენ თვითონ ვეჭი საკუთარ თავს. გესმით? ამიტომ პატრიარქმა თქვა არ განიკითხო. მეორე რა თქვა? როდესაც შენ გადანაშაულებენ, მე მგონი ესეთ თემა პატარებთან ერთად დიდებსაც მოგვიხდება. შენ როდესაც გადანაშაულებენ, თავი არ იმართლო. ჩემს უთხრა მამაო, ეზი არა პირველად. სკოლაში ოთხი დიდი ბავშვი ასე რა გვისტირა და როდა გაკაბანო ხერს შეგა ლოცვა დაიწყეო და რომ მოვიდა სახლში ასე და ასე მითხრაო დედაო და მე ვთხარი შენოხალი დაარტყა, შეიძლება ისე მოარტყა ხელი, ვეღარ აღდეს ის ადამიანი და ლოცულობ, არ შეეპასუხო, გამოეცალეთ, შეიძლება ისეთი მეგობრები, რაც მაკაცები გახდეს, სასწაული ადამიანი გახდეს ერთმანეთს. კი, აი პატრიარქმა სწორედ ეგ უთხრა, ნახეთ, როდესაც გადანაშაულებენ, თავი არ იმართლა. აი რაც იგივე წმინდა პაისისგან ამოვიკითხეთ, ხო? რომ განერვიულებულია ადამიანი, ნუ რაფერს ნუეტყ. ეხლა რატო არ უნდა უთხრა არაფერს? როდესაც ადამიანი განრისხებულია, თურმე მისი სულიერი თვალი ბნელდება. აი როგორც თვალებზე რო რაღაცა აგაფარონ და შენ უკვე ვერ ხედავ ის თეთრია, შავია, როგორია ვერ ხედავ.
როდესაც ადამიანი მრისხანებს, სულიერი თვალი დაბინდული აქვს და შენ რამდენიც არ უნდა უთხრა რომ მართალი ვარ და ასეა და ისა, სულ რომ მართალი იყო, პატრიარქი კი არ ამბობს რომ თუ მტყუანი ხარ, მაშინ არ იმართლო თავი, მართალიც რო ხარ, არ იმართლო თავი. არამედ რა უნდა გააკეთო, ნახეთ, შენდობას თხოვე და გაეცალე. უთხარი მაპატი, ანუ რის გამოც გადანაშა, დავუშვათ გითხრა რომ შენ რო ეს აიღე, რაღაცა რატო მოიპარე და რაღაც გეუბნ. შენდობას თხოვე, რომ რისხანებს, შენდობას თხოვე და გაეცალე. და ცოტა ხანში აღმოაჩენ, შენ თუ იცი რომ ნამდვილად მართალი ხარ არა, მით უმეტეს. ცოტა ხანში აღმოჩნდება რომ გაირკვევა ეს სიმართლე და დამშვიდდება ყველაფერი. და იმ წუთში თუ დაიწყებ თავის მართლებას, შეიძლება უფრო დაიძაბოს მდგომარეობა. ანუ პირველი რა იყო, არ განიკითხო, მეორე რომ გადანაშაულებენ თავი არ იმართლო, შენდობას თხოვე და გაეცალე. გაეცალე რას ნიშნავს? შენდობას თხოვე და ახსნა განმარტება დაუწყე და კი არა. უთხარი მაპატია. არ მინდოდა შენი წყენება და გაეცალე. და მესამე. ყველას მიმართ იფიქრე კარგი. და თუ არ შეგიძლია რომ კეთილად მიუგო, თავაზიანად მიუგო, საერთოდ ნურაფერს ნუიტყვი. აი დაუშვათ ვიღაცაზე განრისხებული ხარ. სანამ რისხანებ, ნურაფერს ნუიტყვი. რო დამშვიდდები, მერე თქვი. აი მაგალითად რო შევადაროთ ახლა. აი დაუშვათ აი გაზიანი სასმელი როა რაღაცა ხო? ეს რო შეანჯღრიო კარგად, ეგ ხო გაბრაზებულ კაცს გავს, არაერთი დატენილია შიგნიდან და ამას რო უცბად მოხსნა თავი, ხო გაწუწავს იქაურობას. ხო და აი ეგრეა განრისხებული ადამიანი, უცბად პირი არ უნდა მოაღო, თორე ისეთი რაღაცეები შეიძლება თქვა, რომ მე მთელი ცხოვრება ინანო, ნეტავი არ მეთქვა ეს. აი მე რამდენჯერ ყოფია, როგორი შემთხვევები მქონია, ნახეთ. მქონია შემთხვევები, რომ რაღაცა მithქვამს და ეხლაც ნანობ იმას, რომ მithქვამს, ნეტავი არ მეთქვა. მქონია შემთხვევები, რომ რაღაცის თქმას ვაპირებდი და არ ვიცი რაღაცა სასწauლებრივად აღარ ვთქვი. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ კარგი ის არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა, თორე ხა როგორ შევრცხებოდი. გესმით? ანუ მრისხანი ადამიანმა ბევრი რამე შეიძლება თქვას ისეთი, რომ მე გამოსწორება ძალიან რთული იყოს. ამიტომ სანამ არ დამშვიდდები, არ უნდა თქვა. მე ახლა სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ასეთი რამე გამეგონა, რომ აი 20-მდე უნდა დათვალო და მერე უნდა თქვაო რაღაცა. მაგრამ ახლა შეიძლება ის 20-მდე დათვლა უფრო როგორ აი ზამბარას რაც უფრო მეტად დაჭიმა, მერე კიდევ უფრო მეტი რისხანება შეიძლება წამოვიდეს, ანუ მარტო 20-მდე დათვლა არ შველის. და ახლა უფრო ის გავიგე, რომ გულში უნდა ილოცო და სანამ არ დამშვიდდები არ უნდა თქვა. თორე შეიძლება 20-მდე რო დათვალო, სანამ დათვლას დაიწყებდი, უფრო ნაკლებად იყავი გაბრაზებული და 20-მდე ხა სანამ დათვალე, კიდე დაიტანა და მე შეიძლება ისეთი რამე თქვა და ამიტომ ჯობია რომ ილოცო და რო შეატყობ რომ გული დაგიმშვიდდა. დაგიმშვიდდა რას ნიშნავს? შენი თვალებიდან ის ჩამოგეცალა. ლიბრი რაც გიშლიდა ხედავს და რაღაცები სხვანაირად გააცნობიერე. მერე უფრო იოლად შეიძლება სწორი გარჩევის და განშის უნარი გქონდეს. თუმცა ეხლა მე კი ვლაპარაკობ ამებს, მაგრამ ესეთი ადვილი არ არის გასაკეთებლად. ეხლა მე რასაც თქვენ გეუბნებით, მეც ვერ ვაკეთებ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ეს ასეა გასაკეთებელი. პატრიარქმა ესე გვითხრა. აი ესე უნდა გააკეთო, რომ აი ეხლა უბრალოდ ჩვენ რო დავაკვირდეთ. ოჯახში, კლასში, თუ ამა თუ იმ წრეზე, ჩვენ რო ვცდილობდეთ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ. აი ამ სამი წესის მიხედვით ვიცხოვროთ. არავინ განვიკითხოთ, ანუ მის ადგილზე დავაყენოთ თავი და ჩვენ პირიქით უცანაგძნოთ, რომ რაღაცა ცოდვაში ჩავარ და არავისთან თავი არ ვიმართლოთ, პირიქით შენდობა ვთხოვოთ და არავის ცუდად არაფერი არ უთხრათ. ეხლა უბრალოდ აი რო წარმოიდგინოთ, როგორ სრულიად შეიცვლება ურთიერთობები. 60-ში ვიცხოვ, პატრიარქმა ეს გითხრა, რომ 60-ში უნდა ვიცხოვროთ. და ყველაზე მთავარი კიდევ რა არის, ისეთ პატრიარქი თავად იყო ასეთი. თვითონ ცხოვრობდა ასე.
ერთხელ ერთმა ადამიანმა მოდი ძალიან განვაზოგადებ. რაღაცა დააშავა. რაღაცა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა და პატრიარქთან მივიდა სინანულით, რომ შენდობას ითხოვდა, რომ მეო ესა შეცდომა დაუშვიო. და პატრიარქმა რა უთხრა, ნახეთ, შეცდომა კი არ დაუშვიო, შეცდომა მოხდაო. ანუ ნახეთ, აი, რამხელა სიბრძნეა, სიყვარული, რამხელა მიტევება, კი არ უცხარო, შეცდომა არ დაგიშვიაო. არამედ თქვა, შეცდომა მოხდაო, ანუ რაც შენ გააკეთე, იყო შეცდომა, ოღონდ შენ არ დაგიშვია, ეს მოხდაო. ანუ თან უცხარო, ეგ მეორეთი არ გააკეთო, იმიტომ რომ ეგ შეცდომა იყო და თან თვითონ გაათავისუფლა, შენ არ დაგიშვია ეს შეცდომა. აი რამხელა სიბრძნეა, რამხელა სიყვარულია და თვითონ ცხოვრობდა ასე. იმიტომაც მე ჩვენს გითხრა, რომ აი ესა უნდა გააკეთო, თუ გინდა რომ კარგად იყო. რა ქენი შენ? მეუტანე წამალი? ისე ვინმე რო გაგზავნით ხოლმე სადმე გიხარიათ თუ გეზარებათ? გიხარიათ? არა, როგორც ამეთქე ხაბი თუ გამოგვიზა შეიძლება დამიგზავნოთ მაგრამ. ეხლა დილით თუ დაუშვათ ეხლა აი ანასტასია დაუშვათ იყო დაღლილი და ეგრე წავიდა აფთიაქში და იმიტომაც ალბათ დაეკარგა. ეხლა დილით თუ გაგაღვიძებენ, კარგი გამოძინებული თუ ხარ და თუ ადგები და ჩაისაც დაგალევინებენ და მერე თან იქით მიდიხარ, საითაც გზავნიან. ეგრე გაეგზავნებია, არა იქნება. ხო და გვიანი როა და დაღლილი რო ხარ და შიერი რო ხარ და მაინც რო წახვალ სიხარული მანდარი. ანუ ბარემ იქით რომ მიდიხარ და გამოუყოლებ რაღაცას, იქ არ არის სიხარული. აი რომ არ მიდიხარ იქით და რომ არც გცალია და შენ საქმეს რო გადადებ დაღლილი და მაინც გააკეთებ, შინაგანად აღმოაჩენ რა ხელა სიხარული. იმიტომ რომ სიხარული უკავშირდება თავგანწირვას. სიხარული არ უკავშირდება იმას შენ რო ვინმე რამეს გაგიკეთებს. ეს ძალიან დროებითი. მაგრამ შენ რო ვინმეს რამეს გაუკეთებ, აი დიდი ხანი გრძელდება ეგ სიხარული. და რაც უფრო მეტად იწვალებ რაღაცის გაკეთების დროს, მით უფრო მეტად გიხარი. მით უფრო მეტად გიყვარს კიდეც და მით უფრო მეტად გიხარი. მე ამასთანაც მეუბნეოდი ბავშვებთან ქონდა შეხვედრა. ერთი დიდი ათონელი წმინდა მამა არის. წმინდა პორფირი კავსოკალიველი. კავსოკალივია ადგილის დასახელებაა მონასტრისა და იქ ცხოვრობდა ეს წმინდა მამა. ის ამბობდა, რომ დეპრესია ხო ის რაც არის, ცუდად როა ადამიანი. დეპრესია არის გაუცემელი სიყვარული. აი რომ შეგიძლია შენ სიკეთე გააკეთო, სიყვარული გასცე და რომ არ გასცებ, შენში როა ეს დაგროვილი. ცუდად ხარ, ანუ შეგიძლია სიკეთე გააკეთო, მოეფერო ადამიანს, მოესიყვარულო, რაღაც პატივისცე და რომ არ აკეთებ. ეგ არის გაუცემელი სიყვარული. ან თითქოს ჩვენ ვამბობთ, რომ გვეზარება, გვენანება, მაგრამ ჩვენში გროვდება ეს და ცუდად ხდის მე. და გამოსავალი რა არის? რითი უნდა აი დაუშვათ ადამიანი ცუდად არის. რა არის გამოსავალი? რომ ვიღაც მივიდეს და ანუ გეშოს თავზე ხელი გადაუსას, ვერ ხდის ეს თურმე კარგად. თვითონ უნდა გასცეს. აი გარი კურნება. თვითონ უნდა გასცეს. და მე ხდება კარგად. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ თეორიად დარჩება. ჩვენ თუ ამას ხელით არ შევეხეთ. პრაქტიკულად თუ არ გააკეთეთ. ოღონდ ეს პრაქტიკულად გაკეთება ეგრე ადვილი კი არ არის. ძნელია და რაც უფრო ძნელია, თურმე უფრო დიდი სიხარული მოაქვს. რაც უფრო ძნელია. ისე რომ ჩვენ ამ სიძნელეებს კი არ უნდა გაურბოდეთ. რა ეს ძნელია და მოდი იოლი რამე გავაკეთოთ. გააკეთებ იოლს, მაგრამ სიხარული არ გექნება.
ეცდები რომ შენ რთული გააკეთო და სხვას იოლი დაუთმო, შენ სიხარული მეტი გექნება. მაგალითად იყო ერთი ასეთი წმინდა მამა, წმინდა ნექტარიოს ეგინელი, კუნძული ეგინა არსებობს საბერძნეთში და წმინდა ნექტარიოსი იქ მოღვაწეობდა. იყო დირექტორი სასულიერო სასწავლებლისა. ერთ ჩვენიერ დღეს მოხდა ასე, რომ ამ სასწავლებლის დამლაგებელი ცუდად გახდა. ამ დირექტორმა უთხრა წმინდა მამამ ნექტარიოსმა, რომ წადიო შენ სახშიო, იმკურნალეო და არ იჯავრო არაფერზეო. ანუ ეს შიშობდა, რომ ჩემს მაგივრად სხვას მიიღებენ დამლაგებლად და რაღაც. წადიო და არ იჯავრო. ეს დამლაგებელი როგორც ჩანს ძალიან პასუხისგებლიანი ადამიანი იყო და ნერვიულობდა იმაზე, რომ ეს სასულიერო სასწავლებელი დასალაგებელი რჩება რაღაცა და კითხულობდა ამ სასწავლებლის ამბებს, აბა როგორ არის საქმე და მას ეუბნეოდნენ, რომ ის მოწესრიგებულია, დაალაგებულია, დაწკრიალებულია ყველაფერი და დაინტერესდა რაშია საქმე, ვინმე ხო არ მიიღეს ან ჩემს მაგივრად რაღაც და რა აღმოაჩინა. შევიდა სასწავლებელში და რას ხედავს სამღვდელმთავარი იყო ეს. მაჯები დაკაპიწებული აქვს და თვითონ ასუფთავებს იმოთახებს. გესმით? და აი ეგ არის ის რითიც ადამიანის სიხარულს იღებს. ლალიბებო ვიღაცას ეძებ. ჩემი არის, აგებო, მიეცი. ჩემი არის, ჩემი. დადეთ სადმე და გინ. და აი მაგას მოაქვს სიხარული. ისე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ სიხარული გქონდეს, უნდა სიყვარული გავცეთ. და რაც უფრო დიდია, იღუმენი ნიკონი ამბობს, რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია თავგანწირვის სურვილი. ასეთ რამეს ამბობს, ასეთ საოცარ რაღაცს ამბობს, აი მოწამეებზე. მოწამეებიო იმას ნანობენო, რომ ესე იგი რატო უფრო მეტი არ ვიტანჯე ქრისტეს გულისთვის? გესმით? რატო უფრო მეტი არ ვიტანჯე ქრისტეს გულისთვის? ხოდა. ახლა ჩვენ უნდა დავფიქრეთ, რა გვინდა ჩვენ? სიხარული თუ მწუხარება? სიხარული გვინდა. აი ჯერ ეგ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა? აი შენგენაც არის. აი ეგ არის ზუსტად. ხოდა ჯერ რომ წარეს ჭამ, ჭირს რომ გამოივლი რაღაცის გამო. მერე აქ იმას სიტყვა. თუ თავიდანო გინდა რომ კენწეროში მოექცე, არ გამოდის. ანუ სულიერ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, გესმით? ანუ ჩვენ ავირჩიეთ რომ გვინდა სიხარული. მაგრამ აი ამ სიხარულისგან მისასვლელი გზა არ არის ეგრე იოლი. თუმცა ეგ გასაკეთებელია. ერთ-ერთ წმინდა მამას კითხეს, რომ რომელიაო ერთადერთი და ნამდვილი გზაო და იმავე უთხრა ერთადერთიაო ეს გზა, ანუ სულის გადარჩენის გზა არის ერთადერთი. რომელიო მას კითხეს? რომელი და აღმართიო. აღმართი. აღმართზე სიარული ხო არ არის მაინც და მაინც სასიამოვნო, მაგრამ ეგ არის გზა გასავლელი. აი ეგ ახლა მოდი ცოტა მიწაზე ჩამოვიდეთ და ჩვენთვის თქვათ პრაქტიკულად როგორ ხდება ხოლმე. დავუშვათ არიან ორი დედმამიშვილი, დები. ორივე სადღაც მიდის წეულებაა, დაბადების დღეა, ქორწილია თუ რა. მაგრამ ორივეს ერთი და იგივე ლამაზი კაბა მოსწონს, რომელიც სახში აქვთ. იცი რომ ეს უფრო მეტი სიხარული ექნება? ის კი არა რომელსაც დიდი კუნთები აქვს და მოიპოვებს ამ კაბას, რომელიც დაუთმობს. აი მას ექნება დიდი სიხარული. დავუშვათ რამე საძნელო ჭურჭელია სახში დასარეცხი. ვინც თვალს აარიდებს იმ ჭურჭელს და გვერდით გაუვლის, იმას კი არ ექნება სიხარული. აი ვინც რო დაინახავს რომ დედა დაღლილია და ჩუმად ადგება ისე რომ დედამარც კი გაიგოს და ისე დარეცხოს. სიხარული მაგას ექნება. ვინც გაირჯება. აი ვინც წაიღებს სიტყვაზე ამბობს, ნაგავს გადაყრის. ვინც დაუშვათ ნახავს რომ ოჯახის წევრები დაღლილები მოვიდნენ, აი დაუშვათ ძმები გყავს, მამა, დედა და ნახავ რომ ფეხსაცმელი დასვრილია.
შენ ჩუმად ადგები ღამით და იმას დაასუფთავებ. დააწკრიალებ და ისე დააწყობ, რომ თან ვერავინ დაგინახოს. აი სიხარული. თან როდის არის სიხარული? მაშინ კი არა, როცა გაიგებენ, რომ შენ ეგ გააკეთე, არა. კეთების პროცესში უკვე სიხარულია. აი მანდ არის სიხარული. ისე რომ თუ ადამიანი სიხარულს ეძებს, აი ესეთ რაღაცეებში იპოვის სიხარულს. ის კი არა, რომ აი სუფრის თავში მე დამსვან, მე მომიტანონ თებში, მე მომიტანონ საუკეთესო ნამცხვარი, არა, მან სიხარული არ არის. ალექსანდრე მაკედონელი ხო გაგონიათ. ის ასეთ რამეს ამბობდა. ჭკვიანი კაცი იყო სხვათა შორის. ძალიან ძლიერიც და ჭკვიანიც. ის ამბობდა ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური ქვეყნად არაფერია. კაცი რომელსაც ამხელა იმპერია ჰქონდა დაპყრობილი და ამხელა იმპერია შექმნა ხო მაკედონიის იმპერია. ასეთ რამეს ამბობდა, ფუფუნება კი არ არისო მეფურიო. ფუფუნება არის მონური საქმე. და ის შრომა არის მეფური საქმე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს სიხარულის გზები და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. მას ერთხელ ასეთი რამე შემემთხვა, რომ ესე იგი საღდგომო ღამისთევა უნდა ყოფილიყო. ხა ესე იგი ფაქტიურად მთელი ღამე გრძელდება ხოლმე ეს საღდგომო მსახურება და წინა დღით ცოტა დასვენება არის ხოლმე საჭირო. და წინა დღისითაც დიდი ლოცვაა ხოლმე, დიდი შაბათი, ბასილი დიდის წირვა და საერთოდ ის კვირა ფაქტიურად ყოველ დღე წირვებია, ნუ დიდ პარასკევს არ არის წირვა, მაგრამ იმ ხელმსახურებებია ხოლმე, რომ ადამიანი იღლება. და ეხლა ღამისთევაზე კიდე ცოტა თუ არ დაისვენე, ძალიან გიჭირს ადამიანს. აი მე ჩემ თავზე ვიტყვი, რომ ბევრჯერ გამჭირვებია და წირვაზე რომ უძილო ხარ და ძალიან გადაღლილი, ძალიან ჭირს მერე მსახურება. ერთხელ ასეთი რაღაც მოხდა. დილით სოფელში ქონდა წირვა. ანუ თან ხანგრძლივი წირვა ის და კარგად დაღლილები ჩამოველით. მერე კიდე რაღაც საქმე და თან ახლა მე ხო ვიცოდი რომ ღამისთევის წინ ცოტა უნდა დამესვენა, ცოტა ხანი წამოწოლილიყავი, დამეძინა. და პატარაობიდან მამა ვარჯიშს შეგვაჩვია და ახლა ცოტა ვარჯიშობ ხოლმე, რომ რაცა ფიზიკურად ფორმაში ვიყო და თან ცოტა ვივარჯიშე ამ დაღლილ, მაგრამ მეთქი მაინც უნდა დავიძინო და აღვიდგენ მეთქი. ცოტა ვივარჯიშე და როგორც იტყვიან ძალები ბოლომდე დაიცალა. ის იყო რომ ბალისზე დავდე თავი, კარებზე ვიღაცა გაკუნეს. ჩემი მეუღლე მოვიდა. ვიღაც არისო კარებთან თვალებზე ოცრემლები ადგიაო და ქნება რა უჭირსო ადექიო გახედეო და გავედი და ამ კაცს მამა ყავდა ავად. და ეს მამა იყო მოუნათლავი. ხოდა ეხლა იქ მღვდელი სულ ყვდებოდა შენ თავს უფლებას ვერ მისცემ, ვერც დასვენებისა და ვერც უბრალოდ ცოტა ხანი მოიცადებ, მაგასაც ვერ ეტყვი. ანა იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცის აქ ვაშკაცობაზეა საქმე, ვერ გააკეთებ ამას. სინდისი არ გაგიშვებს. წავედი გავყევი ამ კაცს, ის კაცი მოუნათლეთ, მერე ვაზიარეთ და ამას გარკვეული დრო ჭირდება თავისთავად ცხადია და მერე დადგა უკვე ღამისთევის დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მსუბუქად მაშინ რომ ღამისთევა ჩავატარეთ, არ მახსოვს მეორე ღამისთევა. და აი იმ სიხარულს მერე რაც იქ მქონდა, ვერანაირი ფუფუნება და ვერანაირი ის ვერ გადაწონს. ხო და როცა ყოფილა რაღაცა დამიზარებია, მერე სინდისი ქენჯნის ადამიანს. მაგრამ როცა აი შენ უკვე ძალებს ამოწურავ, მერე ხვდები რომ იქ ღვთის ძალა მოქმედებს. მოციქული პავლე ამბობს რომ ესე იგი უფალმა უთხრა მოციქულ პავლეს რომ
ძალი ჩემი უძლურებასა შინასრული ქმნების. ანუ სადაც შენ სუსტი ხარ და გონია რომ ვერ გააკეთებ, იქ ღმერთი მოქმედებს შენში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ხოდა თუმცა ძნელია რომ აი რაღაცა მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ესე საქმე, მაგრამ მე სიხარულს გწნობ. სადაც მიიღებ იმ გადაწყვეტილებას რომ მოდი თავს შეღავაც გაუწევ და რაღაც ცოტა დავასვენებ. იქ სინდისი ისე გჭამს და მეც ქონია ეს შემთხვევა, ისე გჭამს სინდისი რომ ჯობდა ფეხით დაეკიდე ვიღაცას ხეზე და ეს სინდისი ესე არ გაწუხებდეს. ზერო ჩვენი არჩევანი სიხარული გვექნება თუ მწუხარება. მაშინ ხوار დაგღალეთ. მე ხა ჩვენი მისთვის ვარ თუ დავიღალოთ. აბა რა ვთქვათ მას? მამა ურთიერთობების საუბრობ ბავშვებს უყარდეთ დღეს ისეთი ეკონომიკის საჭიროა ადამიანები. სხვათა შორის იცით რა არის, აი მაგ ურთიერთობებზე მინდა ვთქვა რომ ამ ბავშვებს ესე იგი ზოგ შემთხვევაში მე შეიძლება ახლა ვწდები რასაც ვამბობ, მაგრამ და არა მარტო ამას, არამედ სხვა რაღაცებიც რო ვთქვი, შეიძლება იქაც ვწდები, მაგრამ ჩვენ ამ ბავშვებს ხშირად იმას ვთხოვთ, რასაც ესენი ფიზიკურად ვერ გააკეთებენ. ახლა რას გულისხმობ, ნახეთ. იმისათვის რომ ამათ ურთიერთობა კარგი ჰქონდეთ, ამათ ჭირდება დახმარება. დახმარებაში არ გულისხმობ ჩიჩინს, არ გულისხმობ რომ საყვედურ შენ ასე რატო არ იქცევი. არამედ გულისხმობ იმას, რომ ამათ ჭირდებათ მეტი ერთობა. კლასში კი არა, კლასში დილიდან შუა დღემდე ერთად არიან, თუ შუა დღიდან საღამომდე გააჩნია რომელიც ლა. არამედ გულისხმობ არაფორმალურ გარემოს, არაფორმალური განათლება. ისე რო დააკვირდეს ადამიანი, თუ არსებობს არაფორმალური განათლება, არსებობს ფორმალური განათლება. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ თავისთავად ცხადია, მაგრამ ეხლა რა უფრო ახლოვებს ადამიანებს ხოლმე, აი რომ დავაკვირდეთ, კლასში ჯდომა თუ ერთი დღე ექსკურსიაზე წასვლა. ახლოვებს. მაგით უსმინეთო. თან ორდღიანი. რატო ამბობ ახლა ამას? ჩვენთან აქ სამრევლო სკოლაში არის შექმნილი პატარა ჯგუფი, ამ ჟამათ, იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რაზეც მე ვსაუბრობ, არის სადღაც 32 ბავშვამდე. აქ ბევრი ბავშვი მოდის ეს დარბაზი ისევ, მაგრამ აი რაღაცა ჯგუფი ჩვენ შევქმენით, რომ რაღაც პატარა სტუდიასავით და ამ ბავშვებთან ერთად არაერთხელ ყოფილვართ საზაფხულო თუ ზამთრის ბანაკში. 4 დღე ხან 3 დღე ხან 5 დღე ეს ბავშვები ერთად ატარებენ და ფაქტიურად გამოდის, რომ ყოველ ზაფხულს ხდება ან ერთხელ ან ორჯერ და ზამთარში ციგიო. იქ ბანაკის დღეებში არის შემეცნებითი ღონისძიებებიც, თუ ინტელექტუალური, თუ სპორტული და აი ესენი კრავს ამ ბავშვებს. და ეხა მაგალითად, რასაც იმ ბავშვებს მოსთხოვ, რომ აი ურთიერთობა ასეთი უნდა გქონდეთ, ჩვეულებრივად მხოლოდ კლასში მჯდომ ბავშვებს ვერ უნდა მოსთხოვო ეგ. მაგას ვამბობ, ვერ უნდა მოსთხოვო და აი მოდი ისევ პატრიარქის სიტყვებიდან გავიხსენებ. ადრე წლების წინ სკოლის დირექტორებს პატრიარქმა მისცა, თუ არა ვწდები 18 პუნქტიანი რაღაცა პროგრამა იყო. და ამ 18 პუნქტიან პროგრამაში, ეს არსებობს, ამის მოძიება თავისუფლად შეიძლება, ერთი დამამახსოვრდა და რა იყო და ძალიან მნიშვნელოვნად თვლიმე პირადად ამას. ყველა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უბრალოდ ეს რაღაცა გონებაში ჩამიჯდა. დამრიგებლებს ეუბნაოდა. მოაწყვეთ პოეზიის და ლიტერატურული საღამოები
ყოველ ორ კვირაში ერთხელ ამა თუ იმ ოჯახში. ანუ ჯერ ერთი კლასელთან, მერე მეორე, მერე მესამე. ხო და ეხლა რომ დავფიქრდეთ, ეგ როგორ დაახლოებს ამ ბავშვებს ერთმანეთს. თან ახლა ქართველი კაცის ბუნება როგორია? კაცი რო სტუმრად მოგივა, აი ბავშვი სტუმრად მოვა, იმ ბავშვის მიმართ ვეღარ იქნები, ვეღარც დამცინავი და ვერაფერი, შენი სტუმარია. მერე შენ მიხვალ იმასთან, მერე მეორესთან, მესამესთან. თან ახლა ქართული ლიტერატურა და პოეზია სულ იმითია გაჟღენთილი, რომ სამშობლოზე უნდა თქვა რაღაცა, იქ ღმერთზე უნდა თქვა, დედაზე უნდა თქვა, თუ სატრფოზე უნდა თქვა, თუ მეგობრობაზე და აი რაღაცა ღირსეულზე უნდა თქვა. მერე 30 ბავშვია, ხო, ნუ 29 თუ რაღაცა. ამდენი რაღაცა ითქმება იქ. ეხლა მერე თუ დამრიგებელმა სწორი მიმართულება მისცა ამ ყველაფერს და მარტო ლექსად კი არ დარჩა, არამედ ცოტა სიღრმეში ჩავიდნენ, რომ რას ნიშნავს ეს ლექსი, რომ განვიხილოთ, რამდენი დიდებული რამე ითქმება იქ. აი ეს არის სწორედ ის არაფორმალური გარემო, რომელშიც მერე თან უფრო მეტად სწავლობენ ბავშვები და თან უფრო მეგობრდებიან, თან რაღაც სიღრმისეულზეც უწევთ რაღაც მსჯელობა. და რატო ამბობ ახლა იცით ამას, რომ ჩვენ თუ აი ამ ხრივ არ ვეცდებით, რომ ეს ბავშვები დავაახლოვოთ და მარტო კლასში მყოფ ბავშვებს ვეთქვით, რომ თქვენ აი ესეთი ურთიერთობა უნდა გქონდეთ, მაშინ რა გამოდის, რომ ხე დავრგოთ, არ გავსხლათ, არ შევწამლოთ, არ დაუბაროთ ძირი და მოთხოვოთ, რომ ნაყოფი გამოიღოს. და გამოიღებს? არა მგონი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებმა თავის მხრივ არ გამოიჩინონ ძალისხმევა. ჩვენი მხრიდან ძალისხმევის გამოჩენაში რას გულისხმობ? ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ იმ ადამიანის ადგილზე, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით, ვისაც ჩვენ რაღაცას უკეთებთ, რაღაცას ფიქრობთ მასზე. და უნდა ვეცადოთ, რომ ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცეს. აი ჩვენი გამსაზღვრელი, ჩვენი ქცევისა თუ ფიქრის თუ სიტყვის უნდა იყოს რა, რომ დააყენო შენი თავი მის ადგილზე. და რაც შენზე არ გინდა რომ იფიქროს და შენ გაგეფიქრა ის სხვაზე, უნდა მოიშორო ეგ ფიქრი. და შენს თავს ეს ცოდვათ უნდა ჩაუთვალო ეგ რომ გაიფიქრე. რაც შენ არ გესიამოვნება რომ გითხრას, შენ უნდა დაფიქრდე და არც შენ არ უთხრა. რაც არ გესიამოვნება გაგიკეთოს, არც შენ არ უნდა გაუკეთო. ეხლა აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ ორი ბავშვი ზის და მესამეზე საუბრობს. ნუ ცოტა რომ გაიზრდებით, ალბათ იმ ორი ბავშვის ჯდომას წინ ყავაც დაემატება რაღაცა ესეთი. მესამეზე საუბრობს. ეხლა მაგალითად ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ აი ეხლა მოზრდილებმა აი გავიარეთ და რომელიღაცა სახში რო წარმოვიდგინოთ. ეხლა ორი მანდილოსანი ზის და ჩვენზე ლაპარაკობენ, ამას ეს მოსვლია, იმას ის მოსვლია. ჩვენ თანახმო ვიქნებით, რომ იქ ეგ ლაპარაკი მოხდეს? არ ვიქნებით თანახმო. ამიტომ რაზეც ჩვენ არ ვიქნებით თანახმა, არც ჩვენ არ უნდა ვთქვათ სხვაზე. აი იქნება ყველაზე კარგი. თუმცა ეგ ეგრე ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ ცოდვისაკენ და ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენი მეტყველების აი როგორ ვთქვა, აი 90%. შეიძლება უფრო მეტიც. ჩვენი მეტყველების 90% რა შინაარსისა, რომ სხვები არიან ცუდები და ჩვენ ვართ კარგი. რომ სხვები ცუდად იქცევიან, ჩვენ ეგრე არ ვიქცევით. აი დავაკვირდეთ ჩვენს მეტყველებას და მაგას აღმოვაჩენთ. ო, ჩვენ სულ მართლები ვართ. სხვათა შორის პაპა მომიყვა პატარაობაში. მე ძალიან ძვირფასი პაპა მყავდა, ისევე როგორც თქვენც ალბათ. ერთ მოსამართლესთანო მივიდაო კაციო და უთხრაო, რომ მე ასე და ასე რაღაცას ჩიოდა ეს კაცი და უთხრა, რომ მოდიო სასამართლოშიო და შენ გაგამართლებო. მე მოვიდა მისი მომჩივანი და ახლა იმასაც უსმინა. იმასაც უთხრა, მოდი სასამართლოშიო და შენ რომ მართალი ხარ, შენს გაგამართლებო და ახლა მეუღლე უსმენს ამ მოსამართლეს და ეგ როგორ იქნებაო, რომ ორივეს უთხარიო, რომ შენ გაგამართლებო და ისე შენც მართალი ხარ.
ეს პაპას მოყავდა ხოლმე ის მაგალითად რომ ყველა არის მართალი. სადაც ყველა მართალია, იქ მშვიდობა არ არის. აი მოდი ერთი ჩემი საყვარელი ამბავიც მინდა რომ მოგიყვეთ. შეიძლება ეს მოსმენილიც გაქვთ, მაგრამ მე ძალიან თან ეს ერთხელ მოვისმინე, ხო არის რაღაცა 10 ჯერ წაიკითხავ და არ გამახსოვდება. აი დაახლოებით თქვენი ტოლი ვიყავი, ამით ცოტა დიდით, ალბათ 15 წლის რომ ერედში ჩამოდიოდნენ ხოლმე სასულიერო პირები, ხა ის ოკუპირებულია, დედა ჩემი იქიდან არის და ერთი მამა გიორგი იყო სახე, გვარი აღარ მახსოვს და მოყვა ასეთი ამბავი რომ ერთ ოჯახშიო მოკლედ ასეთი ის იყო. ნუ ორი ამბავია, ჯერ ერთ მოყვები. ნუ ორი ოჯახი იყო, ესე იგი, სადაც ჩხუბობდნენ, ერთ ოჯახში სულ ჩხუბი იყო, ერთმანეთს ვერ იტანდნენ რაღაცა. მეორე ოჯახში მეზობლად სიმშვიდე იყო. ეხა იქ სადაც ჩხუბი იყო, ამ ქალმა უთხრა რომ აბა წადი გაიგეო ერთი როგორ ცხოვრობენ ესე მშვიდად. ნუ ეს კაცი შევიდა ამათ ოჯახში, ჩუმად ისე რომ არავინ არ იცის და უთვალთვალებს რა ხდება. იქ სადაც სიმშვიდეა იმ ოჯახში. ნუ გამოვიდა ეს ქალი რაღაცა ძვირფასი ვაზა უჭირავს, წმედს ამას ტოვებს და ნუ ტელეფონი დარეკავს და ამას მაგიდაზე დადებს ისე რომ აი საცა უნდა გადმოვარდეს. ეხა ამ და ტელეფონზე ლაპარაკობს. ამ დროს მეუღლე შემოვა, ქმარი შემოვა ოთახში, უჯრაში რაღაცას ეძებს და ხელი გაეკრება, მხარი გაეკრება ძვირფას ჯოჭაზე და გადმოვარდება და დაიმსხვრევა. ეხლა ეს შეპარული რომელიც არის, ფიქრობს რომ აქ დამთავრებულია საკითხი, ანუ მისი წარმოდგენები ოჯახიდან რაც მოყვება, იმის მიხედვით აქაც დაალაგა რომ აქ მოკლედ ომი იწყება. და ამ ქალმა უთხრა ბოდიშიო საყვარელო რაღაცა მნიშვნელოვანი ზარი იყო და ვეღარ მოახერხე ხა ხო ბუნებრივია ეგეც რომ იქნება რაზარს ელოდები და ის ჭურჭელი ამ დროს შეიძლება სულაც არ გახსოვს ხელში რა გიჭირავს ისე დავდეო რომ ჩემი ბრალიაო ეგ რო გადმოვარდაო და ამ კაცმა უთხრა რომ არაო შენი რა ბრალიაო მე ვერ შევამჩნიო ისე რაღაცა უჯრაში ვეძებდიო და მოკლედო ჩვენი ჭირით წაუღიაო და ომი არ დაწყებულა ისე დამთავრდა მორჩა. ეხლა ეს შეპარული კაცი ეთყობა ცოტა დაფიქრდა რაღაცაზე, რაღაც უჩვეულო ამბავი მოხდა. ეხლა სანამ სახში მიდის ფიქრობს და რომ შევიდა სახში უკვე მეუღლე როგორც იტყვიან ცოტა აღრენილი ელოდება, რომ სად არის აქამდე. რა ქენიო, გაიგეო? ეხლა მე ცოტა შეიძლება ისეთ სიტყვებს ხმარობ, რომ ამ ურთიერთობებს არ უხდება, მაგრამ რაღაცნაირად რეალობა რო გამოხატოს ხოლმე და რა ქენიო გაიგეო როგორ ცხოვრობენო ისინიო და კიო გავიგეო და როგორო და ანუ რა არის მათი სიმშვიდის საფუძველი და ჩვენ რატო არა გვაქვს ეს რაო და იმ ოჯახშიო ყველა მტყუანია იმიტომ არიან ეგრე მშვიდად და ჩვენთან ყველა მართალიაო და იმიტომაც ვართ აი ესე როგორც ვართო აი ჩვენ ეხლა ეს იცით როდის გაიხსენოთ ხოლმე როცა მართალი ხართ როცა მართალი ხართ და სიტუაცია ვერ მშვიდდება მე სხვათა შორის გამიხსენებია და ვერ გამიკეთებია ისე როგორც იმად გააკეთეს ისე რომ მარტო ეს არ შველის აბა რა შველის ახლა კაცი ფიქრობს რა შველის და შველის ის რომ სადაც ჩვენ თავს ვერ გავიმტყუნებთ, სადაც ჩვენ აპარტავნულად, ეგოისტურად მოიქცევით და ამას ვერ ვერევით, იმას ახსარება ჭირდება. ახსარებით იკურნება ჩვენი სული. ახსარება არ არის მხოლოდ დაფიქსირება, რომ მე ეს გავაკეთე. ახსარებაში მოქმედებს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი. ჩვენში არის უძლურება, არის ნაკლოვანებები. მაგრამ მადლს შეუძლია რომ ეს ამოავსოს შენი უძლურება, შენი ნაკლოვანება შეავსოს. ეხლა ის ამბავი რაც მამა გიორგი მოყვა. ერთი ასეთ, ანუ რა ცვლის ეხლა ამ ოჯახს, ესენიც ეხლა ეგრე ხო არ დაიბადნენ რომ სულტყუანი მე ჩემი ბრალია და რაღაცამ ხო შეცვალა ამათი ცხოვრება და აი რამ შეცვალა. ერთი ოჯახი იყო, ღარიბები იყვნენ. მაგრამ ამ სიღარიბეს ის ამეტებდა რომ აქ სულ ჩხუბი იყო.
თორე მე ხა ყოფილვარ ისეთ ოჯახში, რომ ღარიბულად ცხოვრობენ, მაგრამ აი რო იტყვიან იქიდან წამოსვლა აღარ გინდა. ისეთი აურა, ისეთი რაღაცა სხვა, აი ისეთი რამე, რასაც ფულით რო ვერ შეიძენ და თუმცა ამ ოჯახში სულ ჩხუბი იყო, სულ რაღაცა აყალმაყალი და ერთხელ ერთი მოხუცი კაცი ეწვია ამ ოჯახს. მოხუცი თუ ბერი აღარ მახსოვს, ერთხელ მოვისმინე ეს ამბავი და ისე ჩამებეჭდა, უბრალოდ დეტალები აღარ მახსოვს. და წასვლის წინ უთხრა ასეთი რამ, რომ თქვენს ოჯახშიო დიდი სიმდიდრეა. და წავიდა და რომ არა ამ კაცის ესეთი დამაჯერებელი ნათქვამი, ეს თოლქმარი ხუმრობად ჩაუთვლიდა, რა სიმდიდრეა ღარიბები იყო. მაგრამ დაიჯერეს და რომ დაიჯერეს, ეს კაცი რომ მიდიოდა სამსახურში, ქალი ჩუმად ეძებდა სახში, სიმდიდრეს ეძებს. ქალი მედის სახლიდან ახლა კაცი ეძებს ამ სიმდიდრეს და არის ერთი ამბავი და ერთშენიერ დღესაც დაბრუნდა ეს სახლში კაცი დაბრუნდა და უკვე ისაა რომ ჩხუბი უნდა დაიწყოს შეულებრივი ტრადიციული ამბავია ახლა ეგ და რაღაცას ეუბნება და ეს ქალი პასუხს აღარ სცემს. ერთხელ ორჯერ და ამ კაცს უკვირს რაშია საქმეო ქალო შენო რანაირად ლაპარაკობ ის სიმდიდრე ხო არ გიპოვია. რაღაც შეატყო რაღაცამ შეცვალა ეს. კიო ვიპოვეო გამოუტყდა თურმე რა იპოვეს. თაროზე დადებული ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ სახარება რომელსაც კარგას ქლათ მტვერი ედოვეს ეგ. გადაწმიდა ეს მტვერი ჩამოიღო და წაიკითხა ერთი გვერდი, ორი გვერდი, სამი გვერდი, რაღაცაზე არ არსებობს რო არ დაფიქრდე. მე ეს ოჯახი ერთად კითხულობდა ამ სახარებას და ბოლოს ასე მთავრდება რომ ეს ოჯახიო მიუხედავად იმისა რომ მატერიალურად ისევ ღარიბებად დარჩნენ, მათი ოჯახიდან მაღალი სიტყვა აღარ გამოსულა. აი რამ შეცვალა სახარებისეულმა ცხოვრება. აი ეს არის ზუსტად რაზეც თავში ვამბობდით რომ პატრიარქის სიტყვები სახარებიდან მოდის ყველაფერი, რომ არ უნდა განიკითხო, რომ თავი არ იმართლო და რომ ყველას მიმართ კეთილად განწყობილი იყო, ეს სახარებიდან მოდის. უბრალოდ პატრიარქმა თავისი სიტყვებით გითხრა. მაგრამ აი ამას შეცვალა მათი ოჯახის ცხოვრება. ისე რომ ეს ჩვენ ყველას გვაქვს სახში. სახარების წიგნი ყველას გვაქვს სახში და ჩვენ და სამწუხაროდ დღევანდელი ქრისტიანების სამწუხაროდ ერთ-ერთ გადაცემაში ასეთი შეკითხვა იყო დასმული. აი ხო არის ვის უნდა მილიონი, ვის უნდა 50,000 ხო იყო ხომ ესეთი გადაცემა. სხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით. რომელიღაც ქვეყნის ასეთი გადაცემა იყო და კითხვა იყო ასეთი: დაასახელეთ წიგნი, რომელსაც ქრისტიანები უფრო მეტად კოცნიან, ვიდრე კითხულობენ. რა იყო? ხო, მაგრამ ეს კოცნა უშველის მარტო ის იმიტომ რომ გადაშალო და წაიკითხო. და ის ეხლა წარმოიდგინეთ რომ აი ჩვენ გქონდეს დავუშვათ სადმე მივდივართ. აი ხო არის რომ ეხლა მაგალითად მე შეიძლება თქვენს გამოგიგზავნეთ ამ ადგილმდებარეობა რომ ადვილად მოგეგნოთ, ხო? ეხლა დავუშვათ თქვენ თუ იმ რუკას არ გახსნით და მარტო აკოცევდით, მოგიყვანდათ? ანუ ეს არის გზა? ეს არის ის რაც უნდა გადაშალო და გზა გაჩვენოს, როგორ უნდა გადარჩი. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა ის რომ შენ ეამბორები, ეს ჩვენი მხრიდან პატივისცემა თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს ამისთვის არ დაწერილი. თან მით უმეტეს, აი ხა ერთ რაღაცაზე თუ დავფიქრდებით. ეს ახლა დღეს არის რომ დააწვევი ენთერს და ამოიბეჭდება რამდენიც გინდა. ყოველი ახალი პირი, ახალი ეგზემპლარი აი სათითაოდ არის გადაწერილი აი იმ დროს, იმ საწერის საშუალებებით, იმ ტყავებზე თუ პერგამენტებზე არც ფურცელი რო არ იყო და ცხოველის ტყავებზე წერდნენ, ანუ იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, რომ აი ეს რომ ერთი კიდე პირი გაკეთებულიყო, ამდენი უნდა ეშრომათ.
და სულ რაღაც დაახლოებით 30 წლის წინ ეხლა რომ ნაირ-ნაირი ყდებით არის გამოსული სახარებები არ იყო ეს ზოგ სასულიერო პირსაც კი არ ქონდა რომ ხელმძღვანელა იმით და რასაკეთებდნენ ხელით გადაწერილი სახარებები ქონდათ ну იყო მაშინაც იყო და ყოველთვის იყო ღვთისმოყვარე ადამიანი და ვიღაცა ბიბლიოთეკიდან ჩუმად მალულად გამოატანინებდა რომ მორწმუნეს ქონოდა გადაეწერა და ანუ ის შრომობდა ხელით გადაწერილი და ამას კითხულობდა და ჩვენ ისიც ვინც ეგრე კითხულობდა და ჩვენც ნაირ-ნაირი ყდებით რო გვაქვს ღვთის წინაშე რო წარდგებით ლოცვების როლი კი და რას ვეტყვით ჩვენ რატო ვერ ვკითხულობდითო აკრძალული ხონდა არა ეხლა რატო ვერ ვკითხულობდით მათი რო გჯერდება და დრო იმაზე მეტი გვაქვს ვიდრე იმას ჭირდება თქვენ უბრალოდ დღის ბოლოს თქვენს ტელეფონებს აქვს ის ფუნქცია არა აქვს ის ფუნქცია ნახოთ მთელი დღის განმავლობაში რა დრო გაატარეთ ტელეფონში მერე ნახეთ რა დრო ჭირდება ერთ თავს სახარების კითხვას და აღმოაჩენთ რომ იმ დროში ერთ კი არა 10,000-ზე მეტ წაიკითხავდით და ის რომ ჩვენ დრო არა გვაქვს ეგ არის თავის მოტყუება თუმცა თუ დავამატებდით რომ ჩვენ დრო არა გვაქვს ღმერთისთვის ეგ იქნებოდა გულწრფელი პასუხი აი იქნებოდა გულწრფელი და მაგას თუ სინანულიც მოყვებოდა მაშინ ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა თორე დრო ბევრი გვაქვს ბევრი კი არ გვაქვს აიმისოთ ბევრი გვაქვს იმისთვის რომ ჩავიხედოთ და მართლა გვეყოფა იმაში დრო ლოცვაშიც გვეყოფა სახარების კითხვაშიც მიდა მამათა ცხოვრების კითხვაშიც მაგრამ ჩვენ ეშმაკი გვატყუებს რომ იმ ცოტ-ცოტაობით ძალიან ძვირფას დროს გვართმევს პატარებს კი არა მხოლოდ დიდებს ჩვენ ახლა პატარებს უჩივართ რომ სულ ტელეფონები უჭირავთ და პატარები არიან და ჯერ ვერ ამბობენ აბა რო გაიზრდებიან მე ვკითხოთ ჩვენ ეგრე არ ვიყავით ჯერ უბრალოდ არ გვეუბნებიან შოვლები ვართ პატივისცემა ისე შეიძლება არც მე არ გითხარ მაგრამ ხო შეიძლება მაგას ფიქრობენ კიდეც რომ თუ ამათ უჭირავთ ესეთ ამამად ამას წინათ იყო ერთი ბავშვი მეყვებოდა პატარა ბავშვი იყო მეორე კლასში იყო მაშინ თუ არა ვწდები რომ ну არ დავასახელებ мама რას თამაშობდა რამე ისეთ ცუდს და რამეს კი არა უბრალოდ რაღაცას თამაშობდა ტელეფონში და ეს ბავშვი მეუბნეოდა რომ მე ნატროფო რომ ნეტა მამამ დადოს ტელეფონიო და მე დამელაპარაკოს წარმოიდგინე ხოდა მამას ბავშვთან გატარებული დრო დაკარგულად მიაჩნია ეჩქარება რომ იქ რაღაცა გააკეთოს ტელეფონში ხოდა რომელია დაკარგული დრო სინამდვილეში ის ბავშვი გაიზრდება და ის რაც მაშინ უნდა გაგეტარებინა დრო ვეღარ დააბრუნებ ვეღარ გაატარებ იმ დროს მორჩა დამთავრდა ხო მე დადგება დრო პირიქით მშობელს მოენატრება ნეტა ჩემი შვილი ცოტა ხანი ჩემთან მოვიდეს მე შეიძლება შვილს აღარ ეცალოს ისე რასაც დათესავს მშობელი მე იმას მოიმკის ეგეც ხო ბუნებრივი ამბავია რომ რასაც დათესავ იმას მოიმკის ისე რომ ჩვენ მშობლებმა უნდა ამაზე ვიფიქროთ და გადავდოთ ის დრო და იმაში გამოვიყენოთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მე ესე მიმაჩნია რომ დღეს ყველაზე სწორად დახარჯული დრო თუ ენერგია თუ მატერიალური სახსარი არის ის რომ შვილზე იფიქრო შვილს მოახმარო აბა ძალიან ხوار დავღალით 1 საათი ავღლით ამ ბავშვს შვიდგზის ლოცვის კურთხევა მაქვს მოძღვრისგან თუმცა დღის განმავლობაში ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას ზუსტად იმავე დროს რაც შემდეგ მაგდებს განსაცდელში შეიძლება თუ არა 3 საათზე წასაკითხი ლოცვა წავიკითხო 6 საათზე წასაკითხ ლოცვასთან ერთად რომ ერთდროული დარღვევა გამოვასწორო შეიძლება ასეც ყოფილა რომ შეიძლება ასეც იქნეს წაკითხული
ნუ გააჩნია ახლა რა არის მიზეზი, რატომ ვერ ვკითხულობ ჩვენ. ნუ შეიძლება ეს თუ ტრანსპორტში ხარ, ტრანსპორტში წაიკითხო, სიტყვაზე ბავშვები არიან, გაკვეთილზეა, გულში თქვენ რაღაცა, სულაც მარტო მამაუჩვენოც რო თქვენ. ბავშვებმა თუ ის დანარჩენი ზეპირად არიციან და რაღაცა იქ შეიძლება უხერხულობა არ შექმნა, თუ ამაზე მეც სიტყვიან ეს მით უმეტეს კარგია. თუმცა ცუდი არ იქნება და ცუდი კი არა, კარგი იქნება, რომ ეს მოძღვართან შეთანხმებით გაკეთდეს. მოძღვართან ვიკითხოთ, რომ იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველას ინდივიდუალური ცხოვრების წესი გვაქვს, ყველა ერთნაირად ხო არა ვართ. ახლა სიტყვაზე ვამბობ, ვიღაც არის ქირურგი, ოპერაციას აკეთებს და იმ წუთში იმის გაჩერება შეიძლება არ შეიძლებოდეს რაღაც. ახლა იქ რო გაჩერდე და რაღაცა, აი იქ ძალიან დასაფიქრებელი ამბავია, მაგრამ ვიღაც თუ ახლა სიტყვაზე ვამბობ, რაღაცა ისეთ სამსახურშია, რომ შეიძლება რომ ის გააჩეროს და ილოცოს, რატომაც არ უნდა გააჩეროს. ახლა ვიღაცა თუ პილოტია, ის ვერ მიატოვებს იმასთან. იზრდეს და მართოს და გულში ილოცოს. თუმცა მოძღვართან შეთანხმებით ყველაფერი უკეთესი. რას უშრებით განსაცდელის დროს, როდესაც ერთდროულად ვართ მსხვერპლი და დამნაშავეც. ორივე შემთხვევაში სინდისი მაქვს დამძიმებული. როგორ დავიცოთ თავი ადამიანების თავდასხმისაგან? საერთოდ წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში თუ ადამიანი მოახერხებს და თავს დაიდანაშაულებს, ეს იქნება სწორი მიდგომა რამ ხრივ, რომ ჩვენ ვიქნებით მშვიდად. აი მარჯვნივ ყოფი კეთილგონიერი ავაზაკი, გახსოვთ რას ამბობდა? მარცხნივ ყოფი ეუბნაოდა, რომ ქრისტეს ეუბნაოდა, შენ თუ ქრისტე ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენს გადაგვარჩინე. მარჯვნივ ყოფი ამბობდა, ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგვეგებს, ანუ რაც დავაშავეთ, ვისჯებით. და ცხოვრებაში რაც არ უნდა შეგემთხვეს, თუ ეს განწყობა გაქვს ადამიანს, რომ მე სამართლიანად ვისჯები, შეიძლება უარესსაც ვიმსახურებ. მაშინ იქნები მშვიდად, მაგრამ თუ იტყვი რომ მე რატომ მომივიდა, რა დავაშავე და ამგვარი ფიქრები, იქ დრტვინოს მოყვები და ვერ იქნები, შენ თვითონვე ვერ იქნები ადამიანი მშვიდად. ნუ ახლა ეს თან ცოტა ისეთი შემთხვევა, რომ კონკრეტულად რო ითქვას უფრო ადვილია რაღაცა რო თქვათ, მაგრამ ეს ზოგადად რაც შეიძლება და ეს თქვით. რა ვყოთ, დავამთავროთ? არა. კიდე არის მომეცა. აი ისე როგორც თავში ვილაპარაკეთ. ჩვენ ვეცადოთ რომ ბავშვებთან ახლა კლასში არის ხოლმე, მე მაგალითად ასე ვიყავ. კლასში რომ იყო ხოლმე ჩვენ დროს პატარ-პატარა სამეგობროები კლასში. და რაღაცნაირად ერთი მხრივ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ყველასთან ერთნაირი მეგობრობა ვერ გექნება ადამიანს. მაგრამ მე ასე ვიყავი, რომ ჩემი სამეგობრო მყავდა, მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. აი, ცუდი ურთიერთობა არავისთან არ მქონდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იყო რამდენიმე ბავშვი, ვისთანაც უფრო მეტად კიდევაც სიამოვნებდა ყოფნა და კიდევაც უფრო მეტად მეგობრობდა. თან მე ცოტა ბევრ სკოლებში მომიწია სწავლა და 5 სკოლაში ვსწავლობდი და არ არის და ეს ცოტა რთული არის რომ გადადიხარ, თუ გაქვთ ამის გამოცდილება, თქვენ კი გეცედინებათ ერთი სკოლიდან მეორეში რომ გადადიხარ, ესე ადვილი არ არის და ამიტომ თქვენთან რომ ვინმე გადმოვა თქვენს კლასში, ეცადეთ რომ გაუადვილოთ თქვენს კლასში გადმოსვლა, იმიტომ რომ იმასაც უჭირს იქიდან სკოლა შეიცვალა, თავის სამეგობრო დატოვა. და ბევრ რაღაცაში მშობლების ეხლა ბავშვები აქ არიან, შეიძლება ამაზე საუბარი აღირდეს, მაგრამ ბევრ რაღაცაში მშობლებიც უწყობთ ხოლმე წყალებში ხელს, რომ იქ დაყოფები იყოს და ცუდი ურთიერთობები. მშობლების გამოც ყოფილა ასეთი შემთხვევები. ისე რომ ჩვენ მშობლებმა კი არ უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი მართლები არიან. არამედ ის უნდა ვასწავლოთ.
რაც იმ კაცმა ისწავლა. რომ ყველანი იყვნენ ყუნები და იქნება მშვიდობა. სხვანაირად არ იქნება. სხვანაირად ყველა თავის სიმართლეს გამოძებნის. თუ დაკვირვები ხართ აი ტაძარში თუ ესწრებით ხოლმე წირვალოცას იქ არის ასეთი საგალობელია ხოლმე. კურთხეულ ხარ შენ უფალო ფსალმუნის სიტყვები. მასწავლე სიმართლენი შენი. ანუ ჩვენ უფალს ვთხოვთ რომ შენი სიმართლე მასწავლე. ჩემი სიმართლე კი არა. ეგრე რამდენი აი 8 მილიარდი კაცი ხო ადგას. 8 მილიარდი სიმართლეა. მაგრამ უფალი ერთია და სიმართლეც ერთია. ახლა შეიძლება 8 მილიარდი კაცი ყველა მართალი იყოს, არა და ყველა მართალი. მაგრამ ყველა ცუდად. კარგად ის არის, ვინც თავს დაიმდაბლებს და სახარებისეულად მოექცევა მეორე ადამიანს სიყვარულით და სიმდაბლით მოექცევა. ისე რომ ჩვენ მშობლებმა ამაში უნდა შეუწყოთ ხელი. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასეც რომ რომელიღაცა ბავშვი რაღაცას დააშავებს და მერე ჩვენ ვუქმნით ჩვენ შვილს მის მიმართ ცუდ განწყობას. და ის რომ ჩვენი შვილი იყოს, როგორ მოიქცეოდით? ხოლმე ზოგ შემთხვევაში ამაში დამრიგებელიც ეხმარება, ვიღაცას აითვალწუნებს, ვიღაცა. პირიქით, სხვადასხვის ერთხელ შალვა ამონაშვილმა ასეთი რამე მითხრა. მე ვეკითხებოდი, რაღაც შეხვედრა ქონდა, იქ ვიყავით ბუშეთში და აი რაღაცა რომ ბავშვი რომ რაღაცა ძნელია, ხა მე დაწყებითებშიც ვასწავლი და ზოგჯერ რთულია ურთიერთობა რა, არ არის ერთნაირად ადვილი რაღაცა ყველა ბავშვთან და იცით რა მითხრა რომ ჩვენო ღმერთმაო იქო რისთვის გაგზავნაო, იქნებ ზუსტად იმ ბავშვისთვის გაგზავნო. რა ის ერთი რომელიც ურევს და რომელიც იმაშვება, იქნებ ის არის იქ მთავარი, შენი მთავარი საქმე იქნებ ის არის. ხო და ვინც მთავარია ჩვენ თუ იმას გაუშვებთ კლასიდან სიტყვაზე და დაგვრჩება ის ვინც არ არის მთავარი, იქნებ იმისთვის გაგზავნო. ახლა მაგალითად ქირურგიო ოპერაციას აკეთებს, რაც დაზიანებულია, ის უნდა მოაწესრიგოს, ხო მართლა რაც ჯანმრთელია სხეულში, იმას ხوار ჭირდება იმდენი რაღაც. და ამიტომ აი ის ბავშვი, რომელიც რაღაცას ცუდად აკეთებს, უნდა მას მიხმარება ჭირდება, მიხმარება სიყვარულით ჭირდება. ჯერ ყველაფერი უნდა სცადო სიყვარულით. ადვილია ის რომ საჯელი გამოუტანო, განაჩენი და თქვა რომ ეს ცუდი ბავშვი. მაგრამ იმ ცუდის იქით ისიც ხო რაღაცა მიიყვანა იქამდე. რომ დავფიქრდეთ. ერთი ბავშვი ყავს სკოლაში, ნუ ერთი კი არა, ბევრი, ნიკოს გავმართე. ესე იგი ძალიან ონავარია რა რაღაცა ესა და აი აი რო იტყვია კედლებზე რომ დადის და ერთხელ მოვიდა მეორე კლასში იყო მაშინ და მეუბნება მამო გინდა თო რომ გატიროთო ხო და მე ახლა იმ ბავშვისგან სერიოზულს ვერაფერს ვერ წარმოვიდგენდი და კარგი მეთქი აბა გისმენ და აი მართლა მარტირა ისეთი რაღაცეები მომიყვა თავის ოჯახზე, რაღაცეები მშობლებზე, იმაზე რომ მართლა ვიტირე და მე ვუთხარი რომ იცოდე მეთქი რომ მე შენი ძმა ვარ მეთქი. თუ რაღაცა დაგჭირდეს მეთქი იცოდე რომ აი რაღაცნაირად აი ისე რაღაცა რომ ვერ წარმოიდგენ. ანუ იმ ბავშვის იქით რა არის, იმ სიცელქის იქით რა არის. ეგ უნდა აღმოაჩინო, აი ეგ უნდა თორე ეგრე ადვილია თქვა რა ეს ბავშვი ონავარია არისვენებს, ეგ ადვილია. მაგრამ აი იმის იქით, ეხა მე უბრალოდ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაღაცა ღვთისგან იყო ალბათ ეგეც რომ თვითონვე გამოთქვა სურვილი რომ თავისი გული გადაეშალა რაღაცა ესე და აი მართლა ისეთი თანაგრძნობა გაგიჩნდება მე იმ ბავშვის მიმართ რომ კიდევაც როგორ არის ესე. ხო. ის რომ ამბობდა ჩარლი ჩაპლინი რა მე რაღაცებზე ვლაპარაკობდით ხოლმე და რაღაცა მეც მიზიარებდა თავისი მერსით რა ბევრი რაღაცები აწუხებდა და თან არც ერთი ყავდა საქართველოში და არც მეორე
ხო და თან თვითონ მშობლებშიც პრობლემა იყო მერე და აი წარმოიდგინე ძალიან იყო დანგრეული და რაღაცა ისიც ხო ალბათ იმიტომ თქვა რომ ვიღაცისთვის გაეზიარებინა ალბათ მათიც რაღაცა შვებაც იგრძნოდა ხო და იმ ღიმილის და ანცობის იქით რა ტკივილი ჩას ეგ ხო კაცმა არიც ის რო ამბობდა ჩარლი ჩაპლინი რომ წვიმიანი დღე მიყვარსო რომ ჩემი ცრემლები არ ჩანსო მაშინ ეგეც ეგრე ახლა მთელი მსოფლიო იცნოდა მაგრამ თურმე რამძიმე ცხოვრება ჰქონდა იმის იქით ხო და აი გარეთ ადამიანს რო ეცდები რომ იმის ადგილზე დააყენო შენი თავი გაუგო მე აღარც განკითხვის სურვილი გიჩნდება აღარც გაბრაზებისი არაფერი ერთადერთი გიჩნდება თანაგრძნობის სურვილი და სანამ იმის გულის კარს არ გააღებ ეგრე ვერ გამოიტან აზრს სწორად ვერც პატარებში და ვერც დიდებში აი დავუშვათ რომ წარმოიდგინე რომ კარები უნდა გააღო და მოგცეს 100 ცალის სხვადასხვანაირი გასაღები და გითხრას რომ ერთ-ერთი ამადგანი აღებს რა დაგჭირდება რომ გააღო ეს კარები დრო მოთმინება ხო დაგჭირდება დრო და მოთმინება აუცილებლად დაგჭირდება ხო და თუ მოთმინება არ გეყო შეიძლება შეანგრიო ის კარები მაგრამ ის კარები გაფუჭდება უკვე და ყველას აქვს თავისი გასაღები ჩვენც ხო ესე ვართ რა ყველას გადაუშლით გულს და ყველას ერთნაირად დაველაპარაკებით მაგრამ ვიღაცას უფრო მეტად ანუ ვის გადაუშლი გულს ვისაც ენდობ და როდის ენდობი როცა ისიც სიყვარულით არის აბაჩქარა მითხარიო იმე რო გითხარს გულს გადაუშლი ვერ გადაუშლი ეხა ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და სულ ვეკითხები ხოლმე ბავშვებს რა ერთი კვირის საჭმელი რო ერთ საღამოს შეჭამო რა მოგივა მუცეს რა მოუ ვერ იქნება კაი ამბავია ამიტომ იქითა კვირისა მერე ვილაპარაკოთ გამეორებით შეხვედრებით ხომ შეიძლება ჩვენი გულის კარი ყველას ვეუბნები ყველასთვის ღიაა და თავარი ესეთი დროები შევარჩიოთ ხოლმე რომ ჩვენ აქ ვიყოთ და გვეცალოს ჩვენ აქ ერთი წესი გვაქვს შიგნით ოთახში ყველას უშვებთ მაგრამ გარეთ ყველას არ უშვებთ ხოლმე აი რა შემთხვევაში უშვებთ ან რა შემთხვევაში არ უშვებთ თუ აი რა შემთხვევაში არ უშვებთ თუ არ გააკეთა ნებართვა არ ითხოვა? თუ არის ლოცა? შენ რა სიტყვი? ანასტასია ხო? რა სიტყვი? თუ არ მაგას მე როგორ შევამოწმე? ახლა თქვენ გონიათ რომ 100 ადამიანს მოვაყოლებ მოისმინა თუ არა? თუ ანუ ახლა მიცავლებით ხართ აღარ გაგიშვათ უკან ახლა ქუთაისში გაგზავნე რომ ჩამოატარებინოს დასაცმელი აბა აი როდესაც შენ იჩაგრები თუ შენ ჩაგრავ მე რო ვიჩაგრები არ არის ადვილი მდგომარეობა ეგ როდესაც შენ იჩაგრები მაგრამ მე სხვებს მინდა მიმართო შენ რომ მიჩაგრები და შენს გარშემო რო არიან რატო არაფერს არ იღონებენ იმისათვის რომ შენ არ დაიჩაგრო ხო მაგრამ ეს ჩაგვრა ხო ერთხელ არ ხდება თან რო დააკვირდეთ ვისგან იჩაგრება ადამიანი ეხლა დაუშვათ თქვენ მე-6 კლასელი ხართ მე-11 კლასელები ჩამოვლენ და შენ დაგიწყებენ ჩაგვრას ეგრე არ მოხდება შენი თანაკლასელები ან პარალელები ან რაღაცა ის გარემო სადაც შენ ხარ ხო და შენთან ერთად სხვა ის ხმას უნდა იღებდეს
გესმით რაზეა ლაპარაკი? ბავშვო, თქვენ ერთმანე, ანუ ვიღაც რო ჩაგრავს, შენ რო გამოესარჩლო. ეგ ის კი არ არის, რომ იმის წინააღმდეგი ხარ, ვინც ჩაგრავს. შეიძლება ისიც ვერ ერკვევა. უნდა აუხსნა, რომ შენ რო ამას აკეთებ, ჯერ მეგობრულად უნდა აუხსნა. მე თუ ესეც არ ესმის, მე ცოტა შეიძლება სხვასაც უთხრა, ცოტა უფრო მეტად რაღაცა კაცრად აეხსნას იმ ადამიანს, რომ არ შეიძლება ამის დაჩაგრა. მაგრამ ის რომ შენ გაჩუმდე, როდესაც ხედავ რომ სხვას ჩაგრავენ, ეგ არ არის ღირსეულის აქცია. ვაჟლაფშაველას ლექსი გაგახსენოთ, აბა ის კი არ არის ბიჭობაო. გახსოვთ? რომ გამაგრებდნენ, მაგრობდა, იქ ნახე რას ამბობს? ის კი არ არის ბიჭობა, დამჩაგვრელებსაც წყალობდეო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წვალობდეო. აი რო ჩაგრავენ და იმას გვერდით დაუდგები. იმას ეგ არის ბიჭობა, ეგ არის ვაჟკაცობა. ხო და შენი მხრიდან უნდა სიმტკიცე გამოიჩინო ესე იგი. ან დაუშვათ, აი მოდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რის გამო დაგვრცინიან დაუშვათ, რის გამო აგვითვალწუნებენ. ზოგჯერ ხდება, მე ესეთი რამე გამიგია, რომ აი ვიღაცას უფრო ნაკლებ ღირებული ტელეფონი უჭირავს და რაღაცა ამის გამო ხდება დაცინვის ობიექტი. ნუ ბულინგს მე საგანგებოდ არ ხმარობ ხოლმე, იმიტომ რომ ქართული შესატყვისები გვაქვს და რა გვიჭირს. ოტია იოსელიანი რო ამბობდა ამ ენაზეო ვეფხისტყაოსანი დაიწერაო და ჩვენ საბჟუტუროთ არ აღყოფნისო. არ აქვს შესატყვისები, როგორ არ აქვს? ჩაგვრა, დაცინვა. ხო და შეხედულობაზე. მე ერთი რამე მინდა ვთქვა და სულ ვეუბნები ხოლმე ბავშვებს. ჩვენ რომ დაგვრცინიან, ჩვენი ღირსება მაგითი არ კნინდება. აი ჩვენ რომ დავცინებთ, მაშინ ვარ ძალიან პატარა. ან ჩვენ რომ შეგვიძლია რომ ადამიანს დავცინოთ, ეგ რას ნიშნავს, რომ მე ჩემი თავი იმაზე დიდი მგონია, იმაზე კარგი მგონია და მე ხა იმას როგორც დაბლა მდგომს, ესე დავცინდოთ და მე თუ ღირსეული ვარ და ვიღაც მგონია რომ მართლა წაქცეულია. ჩემი ღირსება რა არის, რომ წაქცეულს ფეხი დავაჭირო, თუ წაქცეული წამოვაყენო. წამოვაყენო, ეგ არის და ისე რომ თუ ვინმე ჩვენ დავცინებს ეგ არ ნიშნავს, რომ შენ მართლა დამცირებული ხარ. არ იფიქროთ ეგრე. პირიქით, როდესაც ჩვენ გავბედავთ და სხვას დავცინებთ, აი მაშინ ხარ მართლაც საწყალი და მაშინ ხარ ძალიან პატარა, აი ავხელ. გესმით? ისე რომ შენ მაგაზე არ იჯავ. ყველა ადამიანს შეუძლია რომ თავისი ღირსება ქონდეს. ჩვენ ყველანი ერთმანეთისაგან გავსხვავდებით. ჩვენი სიმაღლით, ჩვენი ფორმით, ჩვენი უნარებით, მაგრამ ყველა შეუძლია რომ ღირსეული იყოს. თუნდაც გარეგნულად რო ვთქვათ, აი მაგალითად კვაზიმოდო გაგგონიათ? კვაზიმოდო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვიქტორ ჰიუგო. აი წაიკითხეთ და ნახავთ, რომ ეს კვაზიმოდო სულაც არ გამოირჩეოდა გარეგნული ბრწყინვალებით. მაგრამ შინაგანი ღირსებები როგორი ჰქონდა. ისე რომ ჩვენ გარეგნულად რას ჩავიცვამთ, როგორ მოვირთვებით, როგორ გამოვიყურებით, ეგ სულ ერთია. ღმერთი ადამიანის გულს ხედავს. მაშ ჩვენ აქედან არ უშვებთ ხოლმე არავის თუ კანფეტებს არ შეჭამენ. ნახინებიც გაგოტანეთ ღამეს. აქ ნაყოფები ხართ? უფრო კლასთან. არა. ჩვენ თქვენ ისეთ საჩუქრები. თქვენ აი ეს ბავშვები არიან ჩვენი საჩუქრები. აბა? შენ დახატე? ოჩახ? ნახე? მოდი ერთად გადავიღოთ სურათი. დაუკარით ტას. შენ ნამდვილი მხატვარი ყოფილხარ. კი არ ვამბობ, რომ გამოხვალ მეთქი, უკვე ყოფილხარ.
ყოჩახ. ნახე უფლის კარავი. რატო ქვია უფლის კარავი თუ დაკვირვები ხართ? თუ დაინტერესებულ ხართ? უფლის კარავი რატო ქვია? იმიტომ ქვია უფლის კარავი, რომ ეს ტაძარი არის ფერისცვალების სახელობის. და ფერისცვალება მოხდა თაბორის მთაზე. ფერისცვალება რას ნიშნავს? უფალმა თავის მოწაფეებს უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. ეს რატო უჩვენა ახლა ნახეთ? იმიტომ უჩვენა, რომ ცოტა ხანში იქნებოდა ჯვარცმა და მოციქულებს უნდა სცოდნოდათ, რომ ესე იგი ის არის ღმერთი და რომ ღმერთმა ეს თავადინება რო ჯვარცმულიყო. რო არ შეშინებოდათ იმედი რო ქონოდათ. და იქ მათ რო ღვთაებრივი დიდება იხილეს, იმდენად იხილეს, რამდენსაც დაიტევდა ადამიანი. პეტრე მოციქული ისეთი გახარებულია, სამი მოციქული წაიყვანა, პეტრე, იაკობი და ივანე. პეტრე მოციქული ისეთი გახარებულია, რომ ეუბნება უფალს, რომ უფალო, რა კარგიაო ჩვენთვის აქ ყოფნაო. მოდი გავაკეთოთო სამი კარავიო. იქ უფალთან ერთად იყვნენ ელია თესბიტელი და მოსე წინასწარმეტყველი. მოდი გავაკეთოთ სამი კარავი, ერთი შენთვის, ერთი ელიასთვის და ერთი მოსესთვის. ეს მოციქულები თავის თავზე არ ფიქრობენ. რატო არ ფიქრობენ? იცით? იციან, რომ სადაც უფალი იქნება, რომელ კარავშიც იქნება, იქ იქნებიან თვითონაც. და უფლის კარავი ჩვენთვის, ჩვენი გააზრებით ნიშნავს, რომ უფალთან მარადიულად ყოფნის სურვილს. რომ იმ კარავში ვიყოთ, სადაც უფალი. უფლის კარავი. და აი უფლის კარავში ვართ ხოლმე ჩვენ. სხვათა შორის ჩვენ ჩავატარეთ კენჭისყრა, ბევრი სახელები ვისაც სურვილი ჰქონდა დაეწერა თავისი ვერსია, ყველამ დაწერა, ეს 2-3 ვერსია ჩვენ შევიტანეთ და ბოლოს და ვინც მოდიოდა, აი მაგალითად თქვენც რომ მოსულიყავით მაშინ, აქ იყო გამოკრული ეს სახელები და თქვენ რომელსაც გინდოდათ ნებისმიერ თქვენგანი მონიშნავდით, რომ ჩვენ ეს მოგწონს. აი ესე ვინც მოდიოდა აქ, ყველას ვეუბნებოდით, გადახედეთ, რომელი უფრო მოუხდება. ბოლოს 3 სახელი შევარჩიეთ და სხვათა შორის უფლის კარავმა ყველაზე მეტი ხმები მიიღო, მაგრამ ეს 3 სახელი რომ შევარჩიეთ, ჩვენ ესე არ დაგვირქმევია. მერე ჩვენს მღვდელმთავარს მეუფე ანდრიას უთხარით, რომ აი ეს 3 სახელი შეირჩა, ოღონ არ მithქვამს, რომელმა რამდენი ხმა მიიღო. ვითომ საერთოდ ხმებზე აი ეს 3 იყო მეთქი გამოკვეთილად ყველაზე მეტი რამაც მიიღო და მეუფემაც თქვა, რომ უფლის კარავი მოუწონსო და ხოდა ხალხმაც ეს შეარჩია, მეუფემაც ეს შეარჩია და აი ესე დაერქვა სახელი. ღვთისნებაც ესე გაცხადდა ჩვენთვის. კი. კარგით, აბა. თუ რამე ისე ვერ ვთქვი, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ, მაპატი